დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზიამაღლობელი სასამართლო პროცესები გაიმართება, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. ორივე სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს. კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, შტატის სასამართლოში სარჩელს შეიტანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, როგორც ნიუსომი აღნიშნავს, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსება არის კრიზისის გამწვავება. ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ლოზუნგით მაფია ან დემოკრატია გაიმართა. ორგანიზატორების შეფასებით მონაწილეთა რიცხვი დაახლოებით 100,000-ს შეადგენდა. ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი მადლენი და მასზე მყოფი 12 ადამიანი დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. ირანის დაზვერვის მინისტრის განცხადებით, მათ მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება. საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს ეხება.